თბილისთან ახლოს ქართულ-გერმანულ სოფელ ასურეთში რამდენიმე წლის წინ ამოქმედებულ ტურისტულ ობიექტზე გიყვებით, რომელმაც აი ამ წლების განმავლობაში სოფლის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა და ტურისტული მიზიდულობის კერადაც აქცია. სადგური დღეს საკვებ და გასართობ სივრცეს აერთიანებს და ტემპიც ისეთი აქვს აკრეფილი განვითარებისთვის, რომ გაჩერებას აქ ნამდვილად არ აპირებენ და მიზნებიც ასეთივე აქვთ, როგორც ოპერირების შედეგებიც. მისი დამფუძნებლის განმოვიცნებ სრულად და დეტალურად ამ ყველაფერს რუსუდან ბარათაშვილია ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომელიც რამდენიმე წამში იქნება ჩვენთან ერთად, სანამ ვიდრე მის ვიდეო ბიოგრაფიას ვნახავთ. რუსუდან ბარათაშვილმა 2006 წელს იესემის მართვის სკოლა დაამთავრა მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო 2016 წელს ილიას უნივერსიტეტის ფსიქოტრავმატოლოგიის ფაკულტეტი. რუსუდანმა 2020 წელს დიდი ხნის იდეის განხორციელება დაიწყო და ტურისტული ობიექტი, რესტორანი სადგური 2022 წლის ივლისში გახსნა. რუსუდან ბარათაშვილი სადგურის დამფუძნებელი არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და საქმიან ამბებს ახლა მისგან მოვისმენთ. რუსო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან. და სადგურის შესახებ ამ და ჩვენი სხვა ეთერებიდან ძალიან ბევრჯერ სხვადასხვა ფორმით გაგვიჟღერებია თქვენი ამბები, თუმცა პირველად ხართ ჩვენთან ერთად და მინდა რომ რაღაცა პატარა ისტორიით დავიწყოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პირველები ხართ ფაქტობრივად შენ და გიორგი მაყურებლისთვის რუსოს მეუღლეზე მაქვს საუბარი, რომელმაც ახლებურად აღმოაჩინეთ ეს სოფელი, რომელიც წლების განმავლობაში თავისი ნიშით, თავისი ამ გერმანულ-ქართული კორელაციით და აი ამ კონცეფციით გამორჩეულ ადგილს იკავებდა, მაგრამ რაღაც არ იყო ისე ათვისებული, სანამ არ გამოჩნდა სადგური. აი თქვენ რა დაინახეთ მასში ისეთი, რომ შემდეგ უკვე აქ ბიზნესის და ცხოვრების გადაკვეთაც მოგიწიათ ხო ფაქტობრივად? მე და გიორგი ცხოვრობდით ჰოლანდიაში და ცხოვრობდით ესე, რომ კვირის დღეებში მუშაობდით, სწავლობდით და შაბათს და კვირას დავდიოდით ხოლმე სხვადასხვა პატარა ქალაქებში და პატარა სოფლებში ჩვენს შვილთან ერთად და იქ შეგვეძლო რომ ასე გავსულიყავით ქალაქიდან, დრო გაგვეტარებინა პლაცზე, ანუ მოედანზე სოფლის, დაგვეგემოვნებინა იქაური დავშად ყველი, მოგვესმინა ცოცხალი მუსიკისთვის და ძალიან მოგწონდა ესეთი აქტივობები. 2015 წელს მე და გიორგი ჩვენ მეგობრებთან ერთად წავედით საქართველოში გერმანული დასახლებების დასათვალიერებლად და ვიყავით ასურეთში ბოლნისში და დავათვალიერეთ ეს გერმანული დასახლებები და ზუსტად მაშინ გაგვიჩნდა ეს იდეა, რომ რა კარგი იქნებოდა ამ რომელიმე დასახლებაში ეს სახლი რო ვიყიდოთ თქო და იქ პატარა ლუდის სახარში გავაკეთოთ და ხალხს საშუალება ჰქონდეს, რომ შაბათს და კვირას ჩამოვიდნენ და დრო გაატარონ ამ სოფლებში. ქონდა ეს ევროპული განცდა სოფლებს გერმანელების ნასახლარი იყო და ეგ ჩვენ მოგვინდა რომ ეს რაც მათ დატოვეს გაგვეცოცხლებინა და როგორი იქნებოდა ეს გარემო მაშინ რომ არ წასულიყვნენ გერმანელები ეგეთი გარემო შეგვექმნა. და ეს გავახორციელეთ ჩვენ თვითონაც ყავს 3 შვილი და სულ გქონდა ხოლმე ეს ფიქრები, რომ შაბათს და კვირასაც წავიდეთ. უცებ როდესაც გასვლა გინდა ბავშვებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ისე რომ ბავშვები თავისთვის ერთობოდნენ, დარბოდნენ, თამაშობდნენ და შენს მეგობრებთან ერთად მაგალითად იჯდე, საუბრობდე, ჭამდე, სვამდე და თან მუსიკას უსმენდე, ეგეთი სივრცეები ნაკლებად იყო ჩვენს გარშემო. საჭიროებამ გიბიძგათ, რომ მოდი ახლა ამ დეფიციტს ჩვენ შევავსებთ. ჩვენ შევავსებთ, ხო. და ვიპოვეთ ეს ადგილი, რომელიც არის ნამდვილი სადგური, ეს არის ავთენტური სადგურის შენობა, გერმანელების მიერ აშენებული. 20-იან წლებში, ამ წინა საუკუნის 20-იან წლებში და იყო ეს დაანგრეული ფაქტიურად დაშენებები ქონდა კომუნისტების დროს გაკეთებული, ეკალბარდები იყო და შევუდექით ამ სადგურის შენობის და ეზოს მოწესრიგებას გქონდა გრანტი UNDP-ის, რომელიც დაგვეხმა ესე ვთქვათ, წიხლი გვკრა, რომ ეს საქმე გვეკეთებინა, გაგვეკეთებინა, დაგვეწყო. ესე იგი ევროპული პროექტი, ევროპული ზურგით დაიწყეთ, ასე გამოვიდა, ხო? დავიწყეთ 2020 წელს.
ამისი კეთება. და 2022 წლის 2 ივლისს ქონდა დედლაინი, ასევე UNDP-ისთვის უნდა გაგვეხსნა. პატარა ლუდის ბაღი იყო მაშინ სადგური. ეზო, რომელიც ეხლა ნაწილია იმ ეზოსი, რომელიც ეხლა არის და პატარა კაფე, ალბათ ჩვენმა მომხმარებლებმა მაიციან, პირდაპირ ამ სადგურის ავთენტურ შენობაში გათავსებული პატარა კაფეც არის. ამის შემდეგ განვავითარეთ. გავხსენთ 2022 წლის 2 ივლისს და შემდეგ დავიწყეთ უკვე განვითარება. მაგრამ სანამ განვითარებას დავიწყებდით, დავინახეთ, რომ გავხსენეთ იმ დღეს მეგობრები დავპატივჟეთ. ასევე Facebook-ზე გავაკეთეთ ივენთი და ვიღაცები მოვიდნენ, მაგრამ ბევრი ხალხი არ მოსულა, მარტო მეგობრები იყვნენ და ნაცნობები იმ დღეს. მაგრამ მეორე დღეს რო ჩავედით, ხალხი მოდიოდა და მოდიოდა. ანუ ინტერესი გამოიწვია ძალიან დიდი გერმანულმა სოფელმა, ასურეთმა, ასურეთი ძალიან ლამაზი სოფელი არის, თავისი ეკლესიით, სასაფლაოთი, გერმანული ესთეტიკით, ეს სახლები და ქუჩა არის გერმანული. გამოიწვია, შეგიძლია ჩამოხვიდე, გაატარო დრო, ველოსიპედებით იარო, იმიტომ რომ გზებიც კარგი არის. არის იქ ძველი მარანი, იქ ცუდი გზა არის, მაგრამ თუ მაღალი გამოვლობის მანქანით ხარ, შეგიძლია ის მარანიც ნახო. ბევრი სანახავია და ირგვლივაც ბევრი სანახავია. ძალიან ლამაზი და კარგი ადგილია, რომელიც თითქოს არ იყო დაფასებული და აღმოჩენილი მანამ, სანამ ჩვენ არ დავიწყებდით ამაზე ლაპარაკს. ეს თვითდინებით მოვიდა რუსა ეს ხალხი, რომელიც აი განსაკუთრებით ახლა შემოდგომაზე ნაკარც თუ გადავხედავთ ხოლმე, სულ სავსეა. შაბათ-კვირის პერიოდში მით უმეტეს ეს დატვირთულობა შეიგრძნობა და თან თუ ფესტივალი ემთხვევა ხო საერთოდ. აი რამ გამოიწვია ის, რომ აი ამ 2 წლიანმა პერიოდმა ეს ნაკადი შეინარჩუნა კი არა და გაზარდა. თუ აი ამაზე რაღაცა დამატებით მარკეტინგული ღონისძიებები გაატარეთ ამ მიმართულებით. ესე იგი, მე თვითონ მართავ Facebook-ის გვერდს და Instagram-ის. ეს არის ერთადერთი არხი და ასევე აი თქვენი ინტერესი მაგალითად რამდენჯერმე როგორც ახსენეთ დასაწყისში, რომ თქვენ დაგაინტერესათ იყო რამოდენიმე მედია საშუალების ესე იგი ინტერესიც. აი ესეთმა პატარა სიუჟეტებმა და ინტერვიუებმა ძალიან გვეხმარება ეს და პლუს ეს Facebook-ის და Instagram-ის გვერდი, რომელსაც ძალიან დაბალი ბიუჯეტი აქვს. ვდებთ ხოლმე ღონისძიებები, რაც გვაქვს, ივენთები, მაგრამ მე გეტყვი რა მგონია. თვითონ გარემო, რომელიც იქ არის ძალიან ავთენტური გარემო. არაფერი თითქმის არ შევცვალეთ. რაც გავაკეთეთ, იყო რომ ჩვენ აღვადგინეთ ის, რაც დაგხვდა. შევეცადეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ყველაფერი, კედლები, ფანჯრები, მწვანე ფანჯრები აქვს და ეს მწვანე ფანჯრები იყო და იმიტომაც აქვს ეხლაც ეს მწვანე ფანჯრები, კრამიტი, რითაც გადახურული არის სადგური, არის გერმანელების გამომწვარი კრამიტი. თვითონ ეს კულინარიული ნაწილიც საჭმელიც იქვე მოვიძიეთ რა იყო შემორჩენილი გერმანელებისგან, მაგალითად ნემენცური, რასაც იქ შეძლებთ რომ დააგემოვნოთ, არის გერმანელების დატოვებული საჭმელი და იქ ყველა ვინც იქ მუშაობს არის იქაური ადამიანი, რომელსაც ახსოვს ან ვიღაც ვინც დარჩა გერმანელების გადასახლების შემდეგ ან გადმოცემით იცის რაღაცეები, აი კულტურული, ასე ვთქვათ, ჩვეულებები, რომელიც ამ გერმანელებს ჰქონდათ. ღვინო, რომელსაც სადგურში დალევთ, არის შალა, რომელიც გერმანელებმა გააკულტურეს, ოტოშალი იყო ეს ადამიანი, რომელსაც გააკულტურა შალა და დაამზადა მშრალი წითელი ღვინო, რომელიც დღეს შეგიძლია სადგურში დალიო. და ვცდილობთ, რომ ეს რაც იქნებოდა, მაგ იმ შემთხვევაში თუ გერმანელები არ წავიდოდნენ, ეს კულტურა შევინარჩუნოთ და შემდეგ გავუზიაროთ ადამიანებს. და მგონია, რომ ეს ავთენტურობა და ეს განსხვავებულობა, ესეთი ადგილი საქართველოში სხვა არსად არ არის. ხო, აი ამ ნიშას იკავებთ ესე იგი მყარად. მოსწონთ ადამიანებს და შევუყვარდით ზოგ ჩვენ მომხმარებლებს უყვართ მოდიან ერთხელ როდესაც მოვლენ მეორეჯერაც მოდიან და
მოსწონთ. ასევე არის ძალიან ადამიანური და შინაურული გარემო. ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, იქაურები არიან და ამ გარემოს თვითონვე ქმნიან, რომ ძალიან ოჯახური შინაურული გარემო არის და თავისუფლად გრძნობენ ადამიანები თავს. წავსე ვისაუბრებთ აუცილებლად და მინდა რომ რაღაცა წლის კონტექსტშიც მიმოვიხილოთ ეს ყველაფერი სიახლეებით, თავისი არ ვიცი გამოწვევებით როგორი იყო თქვენთვის სადგურისთვის 2024 წელი როგორ დაიხურა. ესე იგი, კარგად დაიწყო და რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ძალიან დიდ გავლენას ახდენს სადგურზე და ბოლო დაუშვათ ნოემბერი და დეკემბერი არც ჩვენს მომხმარებელს არ ქონდა განწყობა შესაძლებელისი და ჩვენც არ გქონდა შესაძლებელისი განწყობა, რომ დაუშვათ ზეიმები გქონოდა. თუმცა დაგეგმილი გქონდა დეკემბერში, რომ საშობაოდ და სახელმწიფოდ დიდი ზეიმები გქონოდა და ეგ არ გავაკეთეთ კორპორატიულები და შესაბამისად რამდენად იმოქმედა ბიზნესზე, ძალიან იმოქმედა, როგორც აი რიცხვებში გამოხატულმა ძალიან იმოქმედა ბიზნესზე ფაქტიურად დეკემბერში ძალიან ნულამდე იყო დასული აქტივობაც და ასე შემდეგ და რაც ძალიან მტკივნეული არის ესეთი პატარა ბიზნესებისთვის როგორიც არის სადგური და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა სანამ ეს ამბები მოხდებოდა, მანამდე დიდი ამბები გვქონდა, მაგალითად გავაკეთეთ მასშტაბური ოქროსფერ ფესტი, რომელიც მთელი სექტემბრის განმავლობაში, 3 შაბათ-კვირის განმავლობაში იყო და 100%-იანი დატვირთვა იყო. რამდენი კაცი მიიღეთ დაახლოებით, აი რა ნაკადზე არის საუბარი აი ამ პერიოდის განმავლობაში? დღეში 300 კაცი იყო, რომელიც 300 ცოტა მეტი ადამიანი იყო, რომელიც დადიოდა ამ ოქროსფერ ფესტების განმავლობაში, როცა სულ დატვირთული იყო მუსიკა, ხიარულება, ლუდი, საჭმელი, მეგობრების ნახვა და ძალიან კარგ დროს ატარებდნენ. ეს ევროპული რაღაცა სოციუმი იკვრებოდა ყოველ შაბათ-კვირას თქვენთან. ზოგადად აი შაბათ-კვირაზეც რომ არ გქონდეს მხოლოდ აქცენტი, რამდენად არის მათ შორის ყოველდღიურად საინტერესო მომხმარებლისთვის სადგურის სამუშაო დღეებს გულისხმობ და თუ არის აქაც დაბალი და მაღალი სეზონები, სადაც მეტად აქტიურად მუშაობთ და შედარებით პასიურობთ. კი, სეზონური ბიზნესია სადგური არის ქალაქ გარეთ და შესაბამისად სეზონურობა რთული არის ჩვენთვის და ასევე უფრო მეტად როცა სცალიათ მაშინ მოდიან ადამიანები. ანუ შაბათს და კვირას და დასვენების დღეებში. თუმცა შუა კვირაშიც არის აქტივობა, მაგალითად მოდიან ხოლმე თბილისთან ძალიან ახლოს არის, თბილისთან როცა გახვალ სადღაც 25-30 წუთი გჭირდება მანქანის გზავრობა და გზა ძალიან კარგია და ბოლო პერიოდში შემჩნევა რომ ლანჩზე მოდიან ხოლმე ადამიანები რომლებიც აი ცოტა აღმოსავლეთ მხარეს ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს მუშაობენ და ძალიან ცოტა დროს ანდომებენ ხო რა დაახლოებით რა მანძილზე არის ნახევარი საათი წინ ნახევარი საათი უკანა თუ გაქვს საათ ნახევარი 2 საათი შეგიძლია რომ მოხვიდე შუა დღეს აი რუსო როგორ მიმდინარეობს ახლა ის მძიმე დეკემბერი და ნოემბერი ახსენეთ და თუ დაიწყო უკვე რეაბილიტაციის პროცესი ბიზნესმაც რაღაცა აღდგენის დინამიკა რამდენად იკვეთება? ჯერ არ იკვეთება. ასე ნუ ეხაც იგივენაირად განწყობა იგივენაირად რჩება რომ ჩვენ მომხმარებელსაც არ აქვს საფერისი განწყობა და არც ჩვენთან არ არის. აი მაგალითად ამ შაბათ-კვირას გერმანიაში არის კარნავალი და ჩვენც გვქონდა დავუშვათ წინა წელს გეგმაში რომ გარდა იმისა რომ დეკემბერში გავუკეთებინა დიდი საშობაო ღონისძიებები აი ამ 1 და 2 მარტს გავუკეთებინა კარნავალი სადაც აი მთავრდება ზამთარი იწყება საგაზაფხულო კარნავალი ქვია და მთავრდება ზამთარი იწყება გაზაფხული და ამას აღნიშნავენ ნიღბებით ზეიმით და ასე შემდეგ თუმცა ეხა არ ვაკეთებთ მაგას იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს გავაკეთებთ აუცილებლად მეც ამის იმეც ვიტოვებ რომ აღარ იქნება ეს მძიმე ვითარება რაც ახლა 1 წელი ნამდვილად ძალიან ბევრია ამის გაძლეებისთვის და გადატანისთვის და დღეს რა პრინციპით ოპერირებს სადგური და ასე ვთქვათ ეს რამდენად საფრთხეს უქმნის თუნდაც გრძელვადიან მდგრადობას ბიზნესის თვალსაზრისით იმიტომ რომ თქვენი ვალდებულებები გაქვთ ხო თუნდაც დასაქმებულებთ ეხლა ჩვენ ვუყურებთ სადგურს როგორც დღეს ჩვენთვის არის სოციალური პროექტი ის რასაც სადგური დაუშვათ გამოიმუშავებს, როდესაც არის დატვირთული პერიოდი, ეს ყველაფერი ხმარდება ხოლმე იმ პერიოდში
როდესაც სადგური არ მუშაობს, აი მაგალითად ნაკლებად მუშაობს, აი დეკემბრიდან მოყოლებული, ან ნოემბრიდან მოყოლებული, როგორც ვართ. და რა არის ეს, რომ შევინარჩუნოთ ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენთან მუშაობენ, რომლებიც ზოგმა ჩვენთან დაიწყო მუშაობა საერთოდ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სოფელში ცხოვრობენ და რთული არის სოფლად დღეს საქართველოში დასაქმდნენ და 90% ჩვენთან ვინც მუშაობს არიან ქალები. ხო, ესეც ძალიან ნიშანდობლივია პრინციპში ჩვენი პროფილიდან გამომდინარეც, რომ ეს განაცხადი იყო, ასე ვთქვათ, თქვენი მხრიდან, რომ კი აი ქალები, ამ სოფელში მცხოვრებლები, ესეც ხაზგასმით უნდა დავასაქმოთ. კი, იყო. სულ თავიდანვე გვქონდა მაგისი სურვილი, რომ ჩვენთან ყოფილიყვნენ დასაქმებულები ქალები. აი მე თვითონაც მთელი ცხოვრება მაგას ვაკეთებ, რომ ვცდილობ, რომ ქალები გავაძლიერო ჩემი სხვადასხვა საქმიანობიდან გამომდინარე და აქაც მქონდა ეგ, რომ სოფელში ვის უჭერს, რა უჭერთ ქალებს და უჭერთ ახალგაზრდა ადამიანებს. და ორივე მიმართულებით გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა დავხმარებოდით ქალებს დასაქმებაში და ახალგაზრდა ადამიანებს დასაქმებაში. და რას ვაკეთებთ ამისთვის? პირველ რიგში მოვიწვიეთ, ხო, ჯერეთი ქალები ძალიან კარგი თანამშრომლები არიან. ზუსტად ის რომ სადგური დღეს არის, რასაც ვიძახთ, ოჯახური თბილი გარემოა, ამ გარემოს ქმნიან ის ქალები, რომლებიც იქ მუშაობენ და ესენი არიან ქალები ასურეთიდან. რაჭული ფესვებით თუ გერმანული? რაჭული ფესვებით, კი, ანუ აღარ არიან დღეს გერმანული ფესვებით. აი, სხვა შორის ერთი ქალი არის, რომლის ქმარიც იყო შალი, აი ოტო შალის ნათესავი, ვინც გააკეთა ეს ღვინო შალა და მისი შვილებიც მუშაობენ ხოლმე ჩვენთან. ანუ და გვეხმარებიან ხოლმე მაგალითად ოქროსფერ ფესტების დროს და ასე შემდეგ. და ვაძლევთ ხოლმე საშუალებას, რომ მაგალითად მოეყვანათ შვილები, როდესაც ვერ ტოვებდნენ და ეზოში დავშვათ ბავშვებს ეთამაშოთ და თვითონ ემუშავათ. შესაბამისად, არის მაქსიმალური მხარდაჭერა თქვენგან და ინარჩუნებთ ამ თანამშრომლებს ამ კრიზისის პირობებში. და აღარ დაგვრჩათ, რომ რუსო მინდა რომ მოკლედ გეგმები თუ არის რესურსი, რომ რაღაცა მაინც დასახოთ აი ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე განვითარება და გაფართოება ჭირდება ბიზნეს თავისთავად. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ დასარჩენი ადგილები ახლა და ასევე კომპანიებისთვის იყოს მიმზიდველი, რომ აქ გააკეთონ მაგალითად კორპორატიული ღონისძიებები. ამისათვის ვცდილობთ, რომ შევქმნათ ეგეთი სივრცეები სადგურში, მაგალითად კოტეჯი გვაქვს ახლა, რომელსაც ვაკეთებთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც სადგური არის ავთენტური ადგილი, კოტეჯიც ეგეთი ავთენტური ადგილი არის, ეს იყო გერმანელებს აშენებული კოტეჯი არის, რომელიც ახლა გახდება დასარჩენი ადგილი. და ადამიანებს, რომელსაც მოუნდებათ, რომ ჩამოვიდნენ და დარჩნენ, საშუალება ექნებათ, რომ ეგრეც მოიქცნენ. აღარ იჩქარონ და მიიღონ თქვენთან მაქსიმალური სიამოვნება. როდის გაიხსნება კოტეჯი, ეს დავტოვოთ და დაგემშვიდობებით ამით. ზაფხულისთვის უკვე იქნება. ზაფხულში უკვე შეეძლებთ, რომ ასურეთში არ მხოლოდ ჩახვიდეთ, არამედ იქ დარჩეთ და მთელი, ასე ვთქვათ, შაბათ-კვირა და არ მხოლოდ შაბათ-კვირა გაატაროთ აი ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, იმ გუნდთან ერთად, ვინც ექმნიან იმ ატმოსფეროს და ინარჩუნებენ იმ ავთენტურ გარემოს, რაც შეიქმნა ძალიან ბევრი წლის წინ აქ. ძალიან დიდი მადლობა რუსუდან ბარათაშვილი, სადგურის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.